ის რაც მინდა გაგიზიაროთ ეს იოანეს სახარებიდან გახლავთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სახარება არის იოანეს სახარება ძალიან კარგი სახარება არის და კარგი იქნება აი ამ კვირაში კიდევ ერთხელ დაკვირვებით თუ წავიკითხავთ ეს სახარება მოგეხსენებათ არ არის სინოპტიკური სახარება გამორჩეული სახარება არის იმით რომ დასაწყისიც გამორჩეული აქვს ის იმით არიწყება იესო სადაიბადა და როგორ დაიბადა და მისი გენეოლოგია როგორი იყო ის იმით იწყება რომ იესო მარადიულობიდან მოვიდა ის მარადიულობაში იყო ის ღმერთთან იყო და ის ღმერთი იყო ასე იწყება ეს სახარება და შესაბამისად ძვირფასი სახარება გახლავთ აი ამ სახარებაში არაერთხელ იესომ გამოიყენა ისეთი სიტყვები თავის თავთან მიმართებაში ის ვინ არის რისი თქმაც და რისი გამეორებაც დედამიწის ზურგზე არავის არ შეუძლია ბევრი ბრძენი ჭკვიანი მეცნიერი რა ვიცი ფილოსოფოსი განათლებული ადამიანის სახელი ხსმენია რა შექმნეს რა გამოიგონეს რა გააკეთეს მაგრამ მათ არ შეეძლოთ ის სიტყვები ეთქვა რაც იესომ აი ამ სახარებაში თავის თავზე თქვა მაგალითად მე ვარ სინათლე მე ვარ ჭეშმარიტება მე ვარ სიცოცხლე მე ვარ გზა მე ვარ კარი შესასვლელი და ღმერთთან მისასვლელი მე ვარ ერთადერთი ვისაც შემიძლია მიგიყვანოთ ღმერთთან მე ვარ აი ეს მე ვარ მან არაერთხელ გამოიყენა და როდესაც ის აი ამ სიტყვებით იწყებდა თავის თავზე მოწმობას და თქმას თუ ვინ არის მე ვარ აი ეს დასაწყისია ეს ორი სიტყვა მე ვარ ყოველთვის მიუთითებდა მიზეციურ წარმომავლობას და მიზეციურ წარმომავლობასთან ერთად ზეცის მიზნებს რომელიც მან მოიტანა მიწაზე და ეს მე ვარ ყოველთვის მიუთითებდა და ლაპარაკობდა იმაზე რომ მას რადგან არაზეცის მამის მიზნებისგან განსხვავებული მიზნები და საქმეები ჰქონდა რადგან მისი საქმეები შეესაბამებოდა ზეცას მის მიზანს ანუ მამის ნებას ამიტომ მას გამუდმებით ყველაფერში მამის მხარდაჭერა ჰქონდა ამიტომაც მას შეეძლო ისეთი საქმეების კეთება და ხალხიც ამოწმებდა რომ ვინ არის ეს ისეთ რამეებს ლაპარაკობს ისეთი ძალაუფლებით ლაპარაკობს ისეთ რაღაცებს აკეთებს კაცის შვილს აქამდე დაბადებულს მსგავსი რამ არ გაუკეთებია დიდება უფალი იესო ქრისტეს ამიტომ მე მინდა მის ერთ-ერთ ასეთ გამონათქვამს შევეხო მის შესახებ ცოტა გესაუბროთ შემდგომ როგორც უკვე გითხარით ზიარებას გვექნება და ეს მისი ეს ნათქვამი მინდა მე იოანეს მერვე მეცხრე თავებიდან ორი რამ რაც მოიმოქმედა და მე არც ამ საკითხებს არ წავიკითხავ უბრალოდ ვახსენებ რომ შეხსენების მიზნით მაგრამ თუ ჩვენ წავიკითხავთ იოანეს სახარებას რა თქმა უნდა მერვე მეცხრე თავსაც წავიკითხავ და აი ამ საკითხებს კიდევ ერთხელ გადავხედავთ მერვე თავში გახსოვთ ალბათ მრუშობაზე წასწრებული დედაკაცს რომ აპატია და გაანთავისუფლა და როდესაც უთხრა ამ დედაკაცს არ გდებ მე ბრალს თავისუფალი ხარ შენი ბრალისგან სხვა სიტყვებით მე პატიოფ ის რაც ჩაგიდენია ოღონდ
წადიდან უღარ შესოდავ, აი ამ სიტყვებს შემდგომ მოაყოლა და ხალხის გასაგონად თქვა. ეს წერია მერვე თავის მე-12 მუხლში. მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება მას. წარმოგიდგენიათ ცხოვრება სინათლის გარეშე. წარმოგიდგენიათ ახლა კაი თუნდაც აქ ამ ადგილზე რა დღეში ვიქნებოდით აი ამ განათებების გარეშე. წარმოგიდგენიათ დედამიწა რომ იყოს და მზი არ იყოს და მთვარე არ იყოს, დღის გამანათებელი და ღამის გამანათებელი. წარმოგიდგენიათ უკუნითი ბნელი იყოს გარშემო, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება? იქნებოდა ის საერთოდ ცხოვრება. შეძლებდა საერთოდ ადამიანი რამის კეთებას, რამის შენებას, რამის წარმოებას. ყველაფერი ხომ ასე დაიწყო. ღმერთმა თქვა, იყოს ნათელი და გაჩნდა ნათელი. და შესაბამისი ნათობები დააყენა და როდესაც დადგა დრო, დადგა ჟამი, როგორც წერილი ამბობს, სისრულისა, მან თავისი ძე წარმოგზავნა. შეიძლება ადამიანმა თქვას, მე ვარ ჭვიანი, მე ვარ გონიერი, მე შევქმენი და გამოვიგონე ნათურა, აგერ ვიღაცამ ტესლა შექმნა, აგერ ვიღაცა მთვარეზე თუ რა ვიცი კიდე მარსზე მიფრინავს. შეიძლება ადამიანმა შექმნა საწარმოს, საწავი დაგერბატო რომ მედიცინა და ხელოვნება და სპორტი და მეცნიერება, მაგრამ თქვა მე ვარ სინათლე. ამისი თქმა არავის არ შეუძლია. იმიტომ რომ არც არავინ არ არის სინათლე. იესო არის მხოლოდ სინათლე. და მხოლოდ იესოს მიყოლა, მისი გაყოლა იძლევა შესაძლებლობას რომ ადამიანმა სიბნელეს დააღწიოს თავი. უკუნით სიბნელეს დააღწიოს თავი. ეს აი ამ შემთხვევაში იმ ქალბატონის მიმართ იყო, რომელიც სოდავდა. თუმცა მარტო ქალბატონები არ სოდავენ. მამაკაცებიც სოდავენ. იქ ბევრ მამაკაც ჰქონდა ქვა აღმართული და მოღერებული მის ჩასაქოლად. მაგრამ როდესაც იესო მუთხრა რომ რომელიც უცოდველი ხართ, პირველი იმანისროლეთ, ვერც ერთმა ვერ შეძლო სროლა. როცა სინათლე ლაბარაკობს, როცა სინათლე მეტყველებს, სიბნელეს არ შეუძლია აღმართოს თავისი გამანადგურებელი ხელი და სულ გაიძურწა, სულ წავიდა, ყველა ცოდვილი იყო. ცოდვა არ არის არც კაცის ბუნება და არც ადამიანის ბუნება. ცოდვა ეს ცოდვილი ბუნებაა. რაც სამწუხაროდ გვერგო სუყველას და რასაც ვაკეთებთ, ჩავდივართ. მაგრამ იესო მოვიდა. ნათელი ქვეყნისა. გვაპატია ცოდვები. არ არსებობს უპატიებელი ცოდვა. არ არსებობს ისეთი ცოდვა, იმნაირი ცოდვა. ღმერთს მისი პატიობა არ შეეძლოს, ან არ უნდოდეს. მე როცა მახსენდება ხოლმე ჩემი ცოდვილი ცხოვრება და ასე მიმდინარეობდა ის 25 წლის განმავლობაში, ასე ვიცი ხოლმე თქმა, ალბათ ყველა ცოდვა ჩამიდენია და ყველა საზიზღრობა ერთი კაცი არ მომიკლია ფიზიკურად, თუმცა ისი აზრებში რამდენიც გინდა. მაგრამ ვიცი, გულდაჯერებული ვარ, რომ იესომ ყველაფერი მაპატია. და არა მარტო მაპატია, იმ ცოდვას აღარ აქვს ზეგავლენა ჩემზე. მეზიზღება. ბნელად არის ის შერაცხული. ზურგი მაქვს მისთვის ქცეული. რამდენჯერ უნდოდა რომელიმე მათგანს დაბრუნებულიყო ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ აი ეს სინათლე არ აძლევდა მას, ამის უფლებას.
რადგან ეს სინათლე ავირჩიე, რადგან იესოს მიყოლა გავირჩიე. ხალხს აწუხებს აი ეს სოდვა, ხალხს ბორკავს აი ეს სოდვა, ხალხს ტანჯავს აი ეს სოდვები, სიბნელე, რომელშიც ცხოვრობს. ამიტომაც გვჭირდება რომ იესო ავირჩიოთ. ამიტომაც გვჭირდება რომ იესოს გავყვეთ, ამიტომაც სხვა ხსნა და სხვა გამოსავალი არ არის. იგივე სიტყვები იესომ გაიმეორა სხვანაირად, მაგრამ იგივე აზრი სიტყვები გაიმეორა შემდეგ თავში, იოანეს მე-9 თავში წერია. ოღონდ ეს სიტყვები მან მოაყოლა ბრმად დაბადებულის განკურნებას. ერთი ადამიანი იყო, რომელიც ბრმად იყო დაბადებული, იესომ თვალები აუხილა, ტალახის ასმის შემდეგ თვალზე, ლოცვის შემდეგ თვალები აუხილა და ეს ბრმადშობილი უკვე მოზრდილი იყო, მოწიფული ადამიანი იყო და ალბათ პირველი ვინც დაინახა, იესო დაინახა, რა ბედნიერება არის ცხოვრებაში პირველად იესო დაინახო. და აი ამ სასწაულს, აი ამ განკურნებაზე კიდევ ხალხისთვის დაიწყო იესომ საუბარი. და ესეთი რამ თქვა. ეს წერია უკვე იოანეს მე-9 თავის მე-5 მუხში. სანამ წუთი სოფელში ვარ, წუთი სოფლის სინათლე ვარ. სანამ წუთი სოფელში ვარ, წუთი სოფლის სინათლე ვარ. აი იგივეს იმეორებს ეს. ადამიანებს ბევრი კითხვები გვაქვს, ბევრი შეხედულებები გვაქვს, ბევრი აზრები გვაქვს, ჩვენაირი მიდგომა და განჟა გვაქვს. აი სხვადასხვა აი ამ ბრმად დაბადებულის საკითხზეც სხვადასხვა აზრი და შეხედულება ჰქონდათ ადამიანებს. როგორი იყო მაგალითად მოწაფეების ანალიზი, მოწაფეების შეხედულება უფრო თეოლოგიური იყო აი ამ საკითხზე, მოდი ასე ვთქვათ, მათ აინტერესებათ ვინ შესწოდა, მან თუ მისმა მშობლებმა. თავიანთი შეფასება და თავიანთი ინტერესი ჰქონდათ ასევე მის ნაცნობებს, რა ვიცი, მეზობლები იყვნენ თუ ახლობლები იყვნენ, ვინც მას იცნობდა. მათი შეფასება მასე ასეთი იყო, მდაბიო, მათხოვარია, ბრმა არის, საწოდავია, საწყალია და ესე იგი უსარგებლო ადამიანის არის, მისგან არაფერი სარგებელი არ არის. თავიანთი შეფასება და დამოკიდებულება ჰქონდათ მის საკითხზე ფარისევლებსაც. ფარისევლების შეფასება იყო, იქნება მისი მეშვეობით იესოსთვის როგორმე ხაფანგი დაეგოთ, რადგან ეს განკურნება შაბათ-დღეს მოხდა. იესოს თავისი შეფასება ჰქონდა. ბრმა არის, საწყალია, საწოდავია, მას განკურნება სჭირდება. და მე უნდა განკურნო ის. ადამიანებს ყოველთვის ჩვენი შეფასება გვაქვს, ჩვენი შეხედულება გვაქვს. მაგრამ იმისათვის რომ იესოს გავყვეთ, რომელიც სინათლეთ ნათლად გადაიქცა ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ გვჭირდება სულიერი აზრები. სულიერი აზრები და სულიერი შეხედულება იესოსთან მიმართებაში, თუ ვინ არის ის? არ არის ძნელი მისახვედრი, უბრალოდ არ უნდა იყოს წესი ძნელი მისახვედრი, როცა ადამიანი ამბობს მე ვარ სინათლე, რაც არც მანამდე და არც მის შემდეგ ამის თქმა არავის არ შეუძლია, მე ვარ სინათლე. კი ნათქვამია რომ ჩვენ სინათლე ვართ, უნდა გავანათოთ, მაგრამ ეს უფრო იმას ეხება, რომ ჩვენ ფაქტიურად იესო ქრისტეს ანარეკლი ვართ ჩვენ ცხოვრებაში, რადგან ის არის ჩვენი სინათლე და მას მივყვებით. ისევე როგორც მოგეხსენებათ, მთვარეს დამოუკიდებელი განათება არ აქვს, მთვარის განათება მზის განათების შედეგია.
ასევე ჩვენც ანარეკლი ვართ იესო ქრისტეს სინათლისა ჩვენს ცხოვრებაში და შესაბამისად ეს პატივია ჩვენთვის რომ ჩვენც ვანათებდეთ ჩვენი საქმეები ჩვენი ცხოვრება ჩვენი სიარული ანუ ბნელში აღარ იყოს როგორც აქამდე იყო სინათლეში დავდიოდეთ ადამიანებს ჩვენი შეფასება გვაქვს ჩვენი შეხედულება გვაქვს ყველაფერ ამაზე მაგრამ სულიერი აზრების გარეშე იესო ქრისტეს ადამიანი ვერ გაყვება ვერ შეიცნობს ეს სულიერი აზრები იესოს ნათლად ქცევა ჩვენ ცხოვრებაში და მისი მიყოლა კი იმაზეა დამოკიდებული რამდენადაც იესოზე გაცხადებულ ჭეშმარიტებას ვემორჩილებით და მასში ცხოვრებას ვაგრძელებთ ის რაც იესოსგან გავიგე ის რაც იესოსგან გაიგე ის რაც მან დაგანახა წეგან დათომ მშვენივრად ილაპარაკა ეს ჩვენი დამსახურება არ არის როგორ შემიძლია მე ეს ჩავთვალო ჩემ დამსახურებად რომ გავიგე რომ იესო ჩემი უფალი და ჩემი მხსნელია როცა მახსოვს ჩემი თავი როგორი ვიყავი რანაირად ვიყავი მე ზიზღებოდა ღმერთიც მე ზიზღებოდა მორწმუნეებიც არ მაინტერესებდა არ მიძებნია როგორ შემიძლია მე ჩემს დამსახურებად ჩავთვალო მაგრამ მას შემდეგ რაც იესომ გააცხადა ჩემთვის თავისი თავი რომ ის უფალია რომ ის ნათელია მე თუ მინდა ამ სინათლეში ცხოვრების გაგრძელება და სიარული ეს მისი გამოცხადება ამ მის გამოცხადებას მე უნდა დავემორჩილო სხვანაირად ჩემი ხორციელი აზრები სულიერი აზრები ვერ გახდება სხვანაირად მე იესოს ვერ გავყვები ცხოვრებაში ბევრ შეხედულებას მოვისმენ როგორც ეგან გითხარით ერთ ადამიანზე რამდენი სხვადასხვა შეხედულება იყო ბევრ შეხედულებას მოისმენ სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან სპორტსმენებისგან ხელოვნების მუშაკებისგან რელიგიური ადამიანებისგან ქადაგებლებისგან ბევრ რამეს მოისმენ სხვადასხვა რამეს ურთიერთ გამომრიცხავს თუმცა შეიძლება თავისებურად მიმზიდველს საინტერესოს განა ყველაფერ მათგანში არ არის რაღაცა მიზიდულობის ძალა განამართლაც საინტერესო არ არის თეოლოგისთვის სულიერი კაცისთვის ვინ შესწოდა პირადად მან თუ მისმა მშობლებმა არის ამაში რაღაცა ინტერესი არის ამაში რაღაცა სიმართლე ყველაფერში არის რაღაცა სიმართლე ყველაფერში არის რაღაცა ინტერესი მაგრამ სინათლე არავინ არ არის და სინათლე არავისში არ არის სინათლე მხოლოდ იესო ქრისტე არის და ამ სინათლის გაყოლა იმაზეა დამოკიდებული რამდენად ვიძენ მე სულიერ აზრებს სულიერ შემეცნებას რისი შეძენაც მე შემიძლია თუ მისგან გაცხადებულ მისგან დანახულ მისგან მიხვედრილ გამოცხადებულ ჭეშმარიტებაში ვრჩები ვემორჩილები მის ჭეშმარიტებას მის ნათქვამს მის სიტყვას ვღებულობ როგორც უფლისას როგორც ღმერთისას ეს მეხმარება შეცვლაში გასულიერებაში გარდასახვაში ხოლო გასულიერება და გარდასახვა მეხმარება სინათლეში სიარულში ნახეთ ფარისევლებისთვის სადაო გახდა ეს განკურნება იმიტომ რომ შაბათ დღეს მოხდა ოღონდ განიკურნოს ადამიანი ოღონდ ფეხზე დადგეს ფეხზე წამოდგეს და რა მნიშვნელობა აქვს შაბათს მოხდება კვირას მოხდება დილის 10 საათზე მოხდება შუადღის 3 საათზე თუ საღამოს 8 საათზე რა მნიშვნელობა აქვს ოღონდ განიკურნოს ოღონდ წამოდგეს ოღონდ მიიღოს თავისი კურთხევა ოღონდ მიიღოს სოდების პატიება რა მნიშვნელობა აქვს
მაგრამ ასეთია ფარისეულური სული, ასეთია რელიგიური სული. ქრისტეს სული სხვანაირია. მას განკურნება უნდა. მას პატიება უყვარს. ის ამისთვის მოვიდა. ის ამ დავალებით მოვიდა და მან ეს აღასრულა გოლგოთის ჯვარზე. შევხედოთ ხოლმე გოლგოთის ჯვარს ხშირად. გოლგოთის ჯვარზე რაც მოხდა, იქ მოხდა ყველაფერი, რაც ჩვენ გვჭირდება. იქ მოხდა ჩვენი პატიება, იქ მოხდა ჩვენი განკურნება, იქ მოხდა ჩვენი განთავისუფლება, იქ მოხდა ჩვენი განათება და გაბრწყინება ჩვენს გულში და ჩვენს ცხოვრებაში, მისი სიკვდილით, მისი აღდგომით, მისი ამაღლებით, მისი განდიდებით, დიდება უფალი იესო ქრისტეს. ის არის სინათლე. სინათლეს თავისი სასარგებლო მხარეები აქვს. პირველ რიგში სინათლის სასარგებლო მხარე ის არის, რომ ვინც სინათლეში დადის, ის უსაფრთხოდ დადის. სინათლეს აქვს ეს სარგებელი. ის საფრთხის შის და ოდენობას ამცირებს. განათებულ ქუჩაში და განათებულ დღეს და განათებულ გზაზე ადვილია გნებავთ ფეხით და გნებავთ მანქანისიარული. უსაფრთხოა. მაგრამ თუ განათება არ არის და თუ სიბნელეა და თუ მანქანაზეც არ არის საკმარისი განათება, საფრთხილოა სიარული. ისე უსაფრთხოდ ვერ ივლი. მოსახვევებია, აღმარდაღმართებია. ცხოვრებაში სირთულეებია, ცხოვრებაში კონფლიქტებია, ცხოვრებაში გამოწვევებია, სხვადასხვა შეხედულებებია, სხვადასხვა ინტერესებია, სხვადასხვა მიდრეკილებებია. სიარული უსაფრთხო არ არის, მაგრამ სინათლეში სიარული შედარებით უსაფრთხოა. ამიტომ ამბობდა იესო, სანამ სინათლეა, იარეთ სინათლეში. სინათლეში კეთდება საქმეები. დადგება ბნელი ჟამი და იმ ბნელ ჟამს ვერავინ ვერ გააკეთებს საქმეებს, მაგრამ სინათლეში კეთდება საქმეები. გამოვიყენოთ ძვირფასო ძმებო და დებო, სინათლის ეს უპირატესობა უსაფრთხოებისა განვავითაროთ სინათლეში სიარული. იესოს მიყოლით. მე რა თქმა უნდა იმისი თქმა არ მინდა, რომ სინათლესთან კონფლიქტში არ მოდის სიბნელე. მე იმისი თქმა არ მინდა, რომ მორწმუნის ცხოვრებაში გინდაც იესო აირჩიოს და იესო გაყვეს, რომ მას არაფერი არ შეემთხვევა და არაფერი არ იქნება. არა. იესო თვითონ ნათელი იყო და ისიც კი ჯვარს გააგრეს, თუმცა ეს დაგეგმილი იყო ზეციდან და ჩვენი ხსნისა და გადარჩენისთვის მოხდა. მოწაფეებსაც არ ქონდათ ადვილი ხვედრი მის მოციქულებს, დღესაც არიან ადამიანები კვდებიან იესო ქრისტეს გულისთვის. არის სირთულეები, არის გამოწვევები, არის კონფლიქტები, მაგრამ მაინც სინათლეში ცხოვრება და სიარული ჯობია. სიბნელეს წეღან დათომაც ახსენა. თუ სინათლე ეწვია ჩვენს გულს და ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ უბრალოდ აღარ შეგვიძლია სიბნელეში სიარული, სიბნელეში დარჩენა. შეიძლება ვინმე თქვას და შეიძლება ეს ნორმალური იყოს. ყველაფერი ამდენი სიკეთის შემდეგ რა ცხოვრებაში არსებობს, ხომ? აი, განათება არსებობს, ხო? და თქვა, რომ მე აღარ მინდა უარს ვამბობ განათებაზე და ისევ სანთლის იმაზე სინათლეზე მინდა ვიცხოვრო. ანდა თუ აგერ მანქანის ეპოქა არის, აგერ ბატონო ტრანსპორტის ეპოქა არის, აგერ ბატონო მეტროს ეპოქა არის დრო და მოდი ახლა მე აღარ მინდა ყველაფერზე უარს ვამბობ და აგერ ფეხით უნდა ვიარო მთელი ჩემი ცხოვრება, არც მეტროს არა, პროგრესზე, განათლებაზე, წინსვლაზე, განვითარებაზე
რამდენი ადამიანი გადაარჩინა მედიცინამ. არც მე არ უნდა ვიყო ცოცხალი. ერთ დღეს მეც მოხდი საავადმყოფოში და ოპერაცია ჩამიტარდა, ხო? და იმ ოპერაციის და იმ მედიცინის წყალობით დღეს ცოცხალი ვარ. წინსვლა და განვითარება ყველა სფეროში არის და ეს იმიტომ არის, რომ ადამიანებმა უპირატესობით ვისარგებლოთ ჩვენს ცხოვრებაში. ქრისტეს სინათლე დიდი უპირატესობა არის ჩვენს ცხოვრებაში. უსაფრთხოების უპირატესობა არის ჩვენს ცხოვრებაში. რამდენი რამისგან დაუცვი ვართ, რამდენი რამისგან შეუნახი ვართ, რამდენი რამისგან გადაურჩენი ვართ. მე ნათელი ვარ. ვინც მე გამომყვება სიბნელეში არ ივლის. დიდება იესოს. კიდე სხვა რა უპირატესობა არის. როცა სინათლეში დადიხარ, არა მარტო უსაფრთხოდ დადიხარ, უფრო დაჯერებულიც ახარ და დარწმუნებულიც ახარ შენს არჩევანზე. შენი არჩევნის უპირატესობაზე. გაბედული შეიძლება იყო. რამდენი გაბედული ადამიანი არის, ესე სახალხოდ გამოდიან ადამიანებს ატყუებენ, გაბედულად ლაპარაკობენ. ტყუილში არიან გაბედულები. რამდენი ადამიანი იკვეხნის ახლა ეგრე წეღანაც კი ახსენე, რამდენი ადამიანი იკვეხნის თავისი აგერ ერთსქესიანობით და თავისი კიდე რაღაცეებით. სიბინძურით, კი ბატონო. რამდენი ადამიანი არის? სიბნელეს უნდა რომ მაგრამ განა სინათლეში, სიმართლეში, ჭეშმარიტებაში სწორ არჩევან გაკეთებული ადამიანი უფრო გაბედული არ უნდა იყოს. შენი გაკეთებული არჩევანი იძლევა ამ გაბედულებას. ერთი ღმერთის კაცი იყო. მან იცოდა ხოლმე თქმა. მახაროველი. იმ ცუდ საქმეებს, რომელსაც ურწმუნოებაში ვაკეთებდი, გაბედულად ვაკეთებდიო. და მით უმეტეს თუ ეშმაკის და ბოროტის საქმეებს გაბედულად ვაკეთებდი, მით უმეტეს სინათლის საქმეები და ქრისტეს საქმეები კიდე უფრო მეტად გაბედულად უნდა ვაკეთო, ვაუწყო, ვამოწმო, ვილაპარაკო. რატომ? იმიტომ რომ სინათლე უსაფრთხოებასთან ერთად გაბედულებასაც გვაძლევს. უპირატესობას გვაძლევს. თუ ეს უპირატესი და უკეთესი არ არის ქრისტე და მისი გზა, მაშინ რაზე ავირჩიე? და თუ ავირჩიე, მაშინ რიღასი მეშინია, რიღაში მწვენია და უკან რაღაცე ვიხებ. უფრო გაბედული უნდა ვიყო. მაუწყებელი უნდა ვიყო. მოწმე უნდა ვიყო. იმიტომ რომ ამ ჩვენს მოწმობას, ამ ჩვენს მაუწყებლობას იესო ქრისტეზე, რომ ის არის სინათლე, წოდების პატიებელი, ის არის შემწე, კურნალი, სასაულმოქმედი, დამხმარე, გამათავისუფლებელი. როგორც წეგან თქვი, არ არსებობს ცოდვა, რისგან გათავისუფლება არ შეუძლია იესოს. უბრალოდ მეზიზღება მათი ხსენება და ჩამოთვლა არ მინდა, თორე შეიძლება რომ ჩამოთვალოს უყოლაფერი ის, რაც ყოფილა ჩემს ახალგაზრდობაში, ურწმუნოებაში, შეიძლება თმები ყალზე დაგიდგეთ, თქვენც და მეც. იესოა სინათლე. და უფრო გაბედული უნდა ვიყოთ. კიდე რა უპირატესობა აქვს? ჭეშმარიტებაში, სიმართლეში ცხოვრების უპირატესობა. შენ იესო ქრისტეთი თავისუფალი ხარ და სიმართლე იცი, ჭეშმარიტება იცი. აი ისეთი სიმართლე კი არ იცი, როგორც ქვეყნიერებაზე. ერთი მხარეც მართალია თავისი კუთხით, მეორე მხარე. ერთ მხარესაც თავისი სიმართლე აქვს, მეორე მხარესაც თავისი სიმართლე. ასე კი არის. შენ მარადიული სიმართლე იცი. შენ მარადიული ჭეშმარიტება იცი. სახარება, რომელსაც ვქადაგებთ, მას ქვია მარადიული სახარება. ეს არის ზეციური უწყება. მე და შენ აი ამ სახარების მეშვეობით მარადიული ჭეშმარიტება ვიცით, რომელიც არასდროს არ გადავა, რომელიც სულ მუდამ იქნება. ღმერთისთვის მოსაწონი და მისაღები, სათნო, შენ ეს იცი. ეს ჩვენი უპირატესობა არის.
ჩვენ არა მარტო ვიცით ეს ჭეშმარიტება, ჩვენ თავისუფლები ვართ აი ამ ჭეშმარიტებით. უმართლობისაგან. და როდესაც ჩვენ მოწმობთ იესო ქრისტეზე, ჩვენ ამ ჭეშმარიტებაზე ვოწმობთ. ამ ჭეშმარიტებაზე საუბრობთ, ამ ჭეშმარიტებას უზიარებთ. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ღმერთისნება. რათა ყოველი ადამიანი გადარჩეს და ყოველი გადარჩენილი მივიდეს ჭეშმარიტების შეცნობამდე. ეს არის ღმერთისნება. და ეს ვერ მოხდება სახარების ქადაგების გარეშე, სახარების მოწმობის გარეშე. იესო ქრისტე მარადიული მეფეა. მისი ჭეშმარიტება მარადიული ჭეშმარიტება არის. და აი ამ მარადიულ ჭეშმარიტებას, სახარებას ადამიანები შეუძლია მიიყვანოს მარადიულობაში ჭეშმარიტებით. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ლოცულობთ ხელისუფლებისთვის, მიუხედავად იმისა, ლოცულობთ მშვიდობისთვის, მიუხედავად იმისა, ლოცულობთ ერთმანეთისთვის, სხვებისთვის, ყველაფერი ამის მიღმა ჩვენ მარტო ჩვენი თავის და ცხოვრების ინტერესში არ ვრჩებით. ჩვენ ყველაფერი ამის მიღმა ჩვენ გვაინტერესებს. აი ეს სახარება, ჭეშმარიტება გავრცელდეს, ადამიანების გულებს შეეხოს, ისევ როგორც შეეხოდა ეხება ჩვენს გულებს, რომ ადამიანები აი ამ ჭეშმარიტებასთან მოვიდნენ, ჭეშმარიტება შეიცნონ. ეს სინათლის უპირატესობა არის. კიდე რა უპირატესობა აქვს? რა თქმა უნდა, სწორი გზები და სწორბილი გზე სიარული. ნახეთ? ლამპარია ჩემი ფეხისთვის შენი სიტყვა და სინათლე ჩემი ბილიკისათვის. სწორი ბილიკებით სიარული. ეს აი ამ სინათლის დამსახურება არის. რა კარგია რომ სწორი გზით დადიხარ. რა კარგია რომ ჩვენი გზა განათებულია. რა კარგია რომ შეგვიძლია რომ განათებულ გზაზე, სწორ გზაზე ვიაროთ. რა კარგია რომ კიდაც ცოტა გადაუხვიოთ და რაღაცა შეგვეშალოს, მივხვდეთ, გვენიშნოს, გაგვახსენდეს, მიგვითითოს მისმა სიტყვამ, რომ ასე არა, ასე. რა კარგია რომ განათებული გზით მიდიხარ, სწორი გზით მიდიხარ, სწორი ბილიკით მიდიხარ. რა კარგია. დიდება უფალი იესო ქრისტეს. ტყუილად არ გვეძახეს წმინდა წერილი და ტყუილად არ ამბობს. წმინდა ერი ხართ. რჩეული მოდგმა ხართ. განსაკუთრებული ხალხი ხართ. ეს განსაკუთრებულება, სიწმინდა და რჩეულება სწორედ იესო მოგვანიჭა. იმიტომ რომ თავის დროზე ჩვენ გავიგეთ მისი მადლით, მისი ნათქვამი, რომ ის არის სინათლე და ვინც მას გაყვება, ის სიბნელეში არ ივლის. და რადგან სინათლე უფრო კარგია ვიდრე სიბნელე, რადგან მას ამგვარი უპირატესობები გააჩენია. დარწმუნებულობის, გაბედულობის, უსაფრთხოების, სწორი გზით სიარულის. შესაბამისად ჩვენი არჩევანიც ასეთი არის. და ამ არჩევანს არ უნდა უღალატოთ. რადგან გამოწვევები კიდე იქნება. კონფლიქტები კიდე იქნება. სირთულეები იქნება. ყველაფერი იქნება. მაგრამ ჩვენი არჩევანი მარადიულია. ჩვენი არჩევანი მტკიცია. ჩვენი არჩევანი მტკიცია, მარადიულია, შეუცვლელია, უტყუარია. არ გადაისენჯება, არ გადაიხედება. ვერაფერი ვერ გადახედავს ამას. ვერც პოლიტიკა გადახედავს ამას. ვერც ფულის და ოქროს ოდენობა ვერ გადახედავს ამას. ვერც ვერაფერი სიმდიდრე ამ ქვეყნისა ვერ გადახედავს ამას. მე მგონი მიხსენებია და ერთხელ ადრე ერთი ადამიანი იყო ესეთი ფრენკ მარტინი და ჩემთანაც არის ნამყოფი აქ. მასთან ერთად ვიწყებდით, როდესაც თეოლოგიურ ინსტიტუტს ვიწყებდით.
და ერთხელ ასეთი ამბავი მოყვა. გსმენიათ ყველას ალბათ პოპის მეფეთ წოდებული ელვის პრესლის შესახებ. ეს ადამიანი ეკლესიური იყო ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან და ფრენკ მარტინმა იცოდა ხოლმე თქმა, რომელსაც ვიცნობდით ჩვენ, რომ როდესაც ის ხუცესი იყო, მის ეკლესიაში დადიოდა ეს ელვის პრესლი. მოგეხსენებათ ახლა, მუსიკოსი იყო, გუნდშიც იყო, ღეროდა, გალობდა, უფალს ადიდებდა, წამოიზარდა, გაიზარდა და რაღაცა მომენტში მისი აზრი თუ მისი სურვილი თუ მისი ცხოვრება ქვეყნიერებისკენ, დიდებისკენ და ამ ქვეყნიური პატევისკენ გადაიხარა. ბევრს არ გავაგრძელებ, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად არის ხოლმე, რომ აი ამ პატევს და დიდებას და პოპულარობას და რაღაცას სხვა რაღაცებიც მოყვება ხოლმე, აღმოჩნდა ნარკოტიკებში, აღმოჩნდა წამალში, რამაც სამწუხაროდ იმსხვერპლნა კიდევაც ის. და ამ ფრენკ მარტინმა იცოდა ხოლმე თქმა, მას ჰქონდა თავისი საკუთარი ბიბლია. და როდესაც მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ბიბლია ნახეს თუ არ ვიცი გადახეთოს თუ დაათვალიერეს, ერთადერთი ადგილიო, რაც ახარებაში მონიშნული ჰქონდაო ის ადგილი. რა ბედენა ადამიანისათვის გინდაც მთელი ქვეყნიერება შეიძინოს. თავისი სული კი დაკარგოს. მთელი ქვეყნიერების პოპულარობა შეიძინა, დიდება შეიძინა, პატივი შეიძინა, სიმდიდრე შეიძინა, სახელი შეიძინა, ყველა მიცის, ელვის პრესლი ვინ იყო? მაგრამ სიცოცხლე დაკარგა, სული დაკარგა. იმის გამო რომ ნათელს კი არ გაყვა. რაღაცა მომენტში, რაღაცა პერიოდში არასწორი ნაბიჯი გადადგა, როგორც წეგან იყო ნათქვამი, იესოს საწინააღმდეგოდ, მაგრამ დიდებისა და პოპულარობის სასარგებლოდ. ნუ მოტყოდებით ზურფასნო. ნუ რაფერი ნუ მოგატყუებთ. ნურც კარგი სამსახური, ნურც კარგი შემოსავალი, ნურც პატივი, ნურც დიდება, ნურც ქონება, ნურც სახელი, ნუ რაფერი ნუ მოგატყუებთ. იესოა ნათელი ქვეყნისა. და ვინც მას გაყვება, ის სიბნელეში არ ივლის. ასეთი ადამიანი მრავალი შემიძლია დავასახელო, ვინც კარგად დაიწყო და კარგად ვერ დაამთავრა. და ყველა რაღაცა ფორმი და რაღაცა სახით ნანომდა. არ ვიცი, იქნება ღმერთმა მონანებაც კი მისცა უშუალოდ გარდაცვალების წინ, მაგდენი არ ვიცით. შესაძლებელია ეს მონიშნული მუხლებიც ამაზე მეტყველებდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დააფასე ის ღირსება და ის პატივი. ღმერთის შვილად იწოდებოდე, ღმერთის მსახურად იწოდებოდე, ღმერთის გზაზე დადიოდე და დააფასე ის, რომ იესო ქრისტეს ნათელი არის შენ ცხოვრებაში და გაყევი მას. და ბოლო ადგილი აგერ ზიარების წინ ამას ლაპარაკობს იოანეც, ამას ამბობს ამ შემთხვევაში იოანე ოღონდ სხვა წერილში. თუ ვამბობთ რომ ეს გახლავთ პირველი წერილი იოანესი პირველი თავის მეექვსე მუხლი, თუ ვამბობთ რომ მოზიარეობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ მტყუვით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით. ხოლო მეშვიდე მუხლი, თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის იესო ქრისტეს სისხლი გავწმენს ყოველგვარი ცოდვისაგან. რეალურად ზიარება ის ერთი ლუკმა პური არ არის და ის ერთი ყლუპი ღვინო არ არის, რომელიც ჩამოგირიგდებათ და რომელიც უნდა მივიღოთ. რეალურად ზიარება მის სინათლეში სიარული არის.
ხოლო ეს სიმბოლური საშუალებები არის ჩვენში ეს სულიერი აზრი განამტკიცოს და ეს სულიერი აზრი გააცხადოს და განამტკიცოს კიდევ უფრო მეტად რომ ჩვენ გამუდმებით გვჭირდება მოზიარეობა, მასში დამკვიდრება, რადგან მისი სხეულის ნაწილები ვართ. მისი სხეულის ნაწილები ვართ. აი იმპულს რომელსაც ავიღებ და მივიღებ. ეს მისი დამტვრეული სხეულის ნაწილი არის და აი ეს პური მაქცევს მე იმ ჩემს გადაწყვეტილებასთან ერთად, როცა მოვინათლე და უფალს პირობა მივეცი, მაქცევს მე მის ნაწილად. და ეს ისეთი რაღაცა ნაწილი კი არ არის, რომ არა, ეს ის ნაწილი არის, რომ მასში ვართ, მისიანი ვართ, მისი ნაწილი ვართ და როგორც ის, ისე ჩვენ. როგორც ის არის წმინდა, ისე ჩვენ ვართ წმინდა. როგორც ის დადის სინათლეში, ასე ჩვენ წარმოვარდგეთ ნათელს. დიდება იესოს. ჩვენ მშვენიერი დრო გვექნება ახლა ლოცვის, გაანალიზების, გადახედვის, დაფიქრების და შესაბამისად თუ რაღაცაში ისე ვერ არის, თუ რაღაცაში ბნელმა იჩინა ადგილი და მას ჩვენი არჩევნით თუ გადაწყვეტილებით თუ ჩვენი საქმით უპირატესობა მივანიჭეთ, აი ამ ლოცვის დროს და ჩამოტარების დროს შეგვიძლია გადავხედოთ, გავანალიზოთ, მოვინანიოთ, ვაღიაროთ როგორც წერია და ისევე მას ვეზიაროთ და მასთან ნაზიარებებმა ისევე გავაგრძელოთ ნათელში სიარული. დიდება იესოს.